გამარჯობა, მოკლედ ის რო ყავს, რა ქვია, ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად საზღარი არსება რო არის რა, ჰიჩკოკის ბიძაშვილი როა მამიდის მხრიდან. მან გააკეთა განცხადება, მაგრამ ის კი ალაპარაკობს, ჩათვალეთ რომ ბიძინა ლაპარაკობს, რომ ისაო ევროკავშირიო თუ შეცვლისო თავისო რიტორიკასო, მაშინო დავიწყებთო მოლაპარაკებებსო და ესე იგი ბიძინა იქნება ღია მისთვის და ბიძინაზე თუ არ ბიზნესში თუ არ შეუყოფენ, ბიზნეს თუ არ შეუყოფენ, თუ მაგალითად ქონებები რაც აქ არ გაუყინავენ, შვეიცარიის ბანკიდან მის მოპარულ ქონებას მისცემენ რა და რა ეს საიმედო დეგონა შვეიცარიის ბანკში ფული დაბანდებული, კაციშვილი ხელს არ დაადებდა ასე ისე, მაგრამ როგორც ნაცისტების ქონება ჩამოართვეს და შეჭამა შვეიცარიამ, ისე მოუწყმეს ბიძინა ივანიშვილის დედა. ამას გონია ახლა წარმოშობა არიციან იქედან იმ ფულის, იქ რომ მიაქვს და დებენ. ყველაფერი კარგად იცის. ხოდა მოკლედ თუ დაეხმარებიან რა ბიზნესს რა თავისი ფულის დაბრუნებაში, მაშინ დაიწყებს და ევროკავშირის ინტერესები საქართველოში რაღაცა დონეზე იქნება გატარებული. თუ არა და არ იქნება ძმაო. გამიგე? აბა ბიზნესა მოთამაშია, ბიზნესა იგროკია. ბიზნეს ფული. ჯერ ბიზნეს ფული და მერე ქართველიერის ინტერესები. და პატარა ხანში ეს მიმოსვლა რო გაჩერდება. და გზავნილები რო გაჩერდება საქართველოსთან, აზე ძის საქართველოს კეთილდღეობა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მე მინდა კითხო ბიძინა, მე სად იქნები შენ და რას გიზამს მაგ ხალხს? ჯერ კიდე მაგ ხალხს ლუკმა აქვს ვიზია პირში და პრობლემა არა, თუ სანამდე ლუკმა უგერა ილოკება ხო კაი. ქართველი კაცის ბუნება ამაერი და მე ის ლუკმა რო არ ექნება და შეიქმნება პრობლემა და მართლა შეიქმნება პრობლემა რა. ბიძინა ივანიშვილს აი მე ექნება კრიზისი. და მე ექნება მოსალაპარაკებლად საქმე. ოღონ ვისთან იცი? ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კი არა. იმ ხალხთან, თან კადაფივით რო არ იხმარონ ტრაქში. რა სიმართლე. სწორი სიმართლე. მანიპულაციის მექანიზმებზე ვინ ლაპარაკობს? და ჩემიერი მეწოდება თქო რა, ბიძინა ივანიშვილი რაც მალე იქნება კადაბის ბედი. დაზეაღო კადაბის იმ ბოლოს რო გაუკეთენ უკანალში მით უფრო კაი. მეიძებნე საქართველოში. ჩვენ ყველა კაისთან ერთად იმაი ცუდით მოგვივიდა. ჯოხიანი კაცი ყავდა, აგერ თუ რა ახალია შეეკითხეთ და იმ ჯოხიან კაცს მიაყენებენ ამას ბიძინა ივანიშვილს. თუ გამწარებული ხალხი არ მიაძნენა, არ გულკეთებ მანამდე ქვედატანში.